მოგესალმებით ყველას. მე მინდა ძალიან მოკლედ შევაფასო ჩვენი ბრიუსელში ვიზიტი. მე მინდა აღმოჩნდა კიდევ ერთ მოსახლეობისთვის ძალიან წარმატებული ვიზიტი ქონდა მართლაც და გამოიკვეთა სერიოზული, ასე ვთქვათ, ნიშნები და პრაქტიკულად ჩვენ მივიღეთ, ასე ვთქვათ, ძალიან პოზიტიური ინფორმაციები, რომ მაღალი ალბათობით ჩვენ გვექნება, ასე ვთქვათ, პოზიტიური გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით წლის ბოლოს. მაგრამ რა თქმა უნდა, ამაში დაჭირდება 28 ქვეყნის თანხმობა გადაწყვეტილების მიღება, რასაც დამატებით დრო დაჭირდება. მაგრამ რაც შემიძლია ვთქვა ამ ეტაპზე ძალიან ოპტიმისტური, ასე ვთქვათ, განწყობა არის ევროკავშირში, ბრიუსელში, ჩვენთან მიმართებაში. და ეს ალბათ არის მართლაც თითოეული უწყების დამსახურება. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას ამ ძალიან, ასე ვთქვათ, ძიმე სამუშაოსთვის, რომელიც ამ მოკლე პერიოდში 2-3 წლის განმავლობაში ჩაატარეთ თქვენ. და ეს არის მართლაც ჩვენი მთავრობის სერიოზული, ასე ვთქვათ, მუშაობის წარმოჩინება. სხვათა შორის მე ერთს გეტყვით, რომ ერთადერთი ვინც ასე ვთქვათ, ბრიუსელში, ევროკავშირში, ასევე ევროპარლამენტში ითხოვდა, რომ საქართველომ არ მიიღოს უვიზო მიმოსვლა, ეს არის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი. ჩემს მინისტრებს დაუდასტურეს, რომ გაუცებულები ვართ. მათ პირდაპირ უთხრეს, რომ კი, მაგრამ თქვენ არ ხართ საქართველოს მოქალაქეები. მაგრამ მათ უთქვამთ, რომ ამ მთავრობის პირობებში არ არის სასურველი, რომ საქართველომ მიიღოს უვიზო მიმოსვლა. ამას რა უნდა დავარქვა თუ არა მტრობა ჩვენი ხალხის და ქვეყნის. მაგრამ ეს ისე ინფორმაციის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მინდოდა რომ მეთქვა ამის თავაზე. მთავრობამ ამ 3 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყველა ვალდებულება ყოფილიყო შესრულებული. და დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ამაყად, რომ ყველა ვალდებულება, რაც საქართველოს მთავრობას ეკისრებოდა, არის შესრულებული. და ამას ერთხმად აღიარებს ევროკავშირი. ეს პროცესი დაიწყო ჩვენი მთავრობის დროს. მანამდე რატომღაც ამაზე არავინ არ ფიქრობდა, წინა მთავრობა არ ფიქრობდა. მოლდოვამ ეს დაიწყო გაცილებით ადრე, 20 წელს დაიწყო და მათ უკვე აქვთ უვიზო მიმოსვლა. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც უკვე განმარტე, წლის ბოლოს იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება ევროკავშირში. მაგრამ რა თქმა უნდა, შემდეგ 28 წევრმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დაეთანხმოს აღნიშნულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ეს შეიძლება იყოს ხანგრძლივი პროცესი, შეიძლება იყოს რამდენიმე, ასე ვთქვათ, თვე დაჭირდეს ამ პროცესს. იქნება გამომდინარე, რომ ევროპაში რაც ხდება ახლა, ალბათ ესეც იქნება გასათვალისწინებელი. თუმცა ჩვენი მხრიდან, მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენი მხრიდან ყველაფერი არის დასრულებული და შესრულებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ მე მინდა რომ ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ.